როდესაც ხელოვან როსტომ ცინცაძის იგივე როცინის სახლის კარს შეაღებთ, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ და თქვენს ყურადღებას მიიქცევს, ის ათობით ნამუშევარია, რომლისთვისაც ავტორს თავი ერთ სივრცეში მოუყრია. ეს სივრცე მნახველს მე-17 საუკუნეში აბრუნებს, ეპოქაში, როდესაც ხელოვნების წამყვან მიმართულებად კლასიციზმი ითვლებოდა. მხატვრობისა და ზოგადად ხელოვნებისადმი მისი გამძაფრებული ინტერესი იმ გარემოს დამსახურებაა, რომელშიც როცინი აღიზარდა. რაც თავი მახსოვს იქედან ვხატავ 2-3 წლიდან. ალბათ ვისაც უყურებ ბავშვობაში გინდა მოდი მეც ასე დამახატინე ღმერთო, ბიძა ჩემი გავიცანე პირველად როგორც მხატვარი. ყველა მხატვარი მომწონს მოკლედ, მაგრამ ფავორიტი ალბათ ბიძა ჩემი არის რა მაინც ჩემთვის. ოთახში, სადაც ის მუშაობს 30-მდე ტილოა, როცინს კლასიკური რემბრანდტისეული სტილი იზიდავს. ერთ-ერთ პორტრეტს, რომელზეც მუშაობაც 1 წლის წინ დაიწყო და ჯერ არც არ დაუსრულებია, თავის მეუღლეს უძღვნის. თავისუფალ დროს ალბათ გამოვნახავ და დავასრულებ. მაგრამ ეჩქარება ყველას თავისი ნახატი დასრულებული ნახოს. სამწუხაროდ ისე არ ხდება, რომ როდესაც გვინდა მაშინ დავიწყოთ, როდესაც გვინდა მაშინ დავასრულოთ, მაგრამ ვცდილობ, რომ იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეუღლეა, უბრალოდ კარგი ნახატი მინდა რომ გამოვიდეს. როგორც ნებისმიერი ნახატი ის ნატურა ჩქარობს, რომ მე დავასრულო, მაგრამ მე ვერ ვჩქარობ სამწუხაროდ. პერსონალური გამოფენა მხოლოდ ერთხელ 20 წლის წინ 23 წლის ასაკში ჰქონდა. მას შემდეგ ბერჯილ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის ჯგუფურ გამოფენებში. ზაფხულობით როცინი ბათუმის ბულვარში თავს პორტრეტების ხატვით ირთობს, თუმცა ეს მისთვის შემოსავლის ერთგვარი წყაროცაა. რა თქმა უნდა, დათმობებზეც მივდივართ, შეკვეთებსაც ვაკეთებთ, მეგობრულსაც ყველანაირს. ისე არ არის ცხოვრება აწყობილი, რომ მარტო ჩვენს სიამოვნებისთვის ვხატოთ და ჩვენ რაც გინდა ვხატოთ. პორტრეტებით დავიწყე ხატვა რა. ძალიან ვაფასებ პეიზაჟისტებს, ყველას. შეკვეთით მეც გამიკეთებია და ვაკეთებ, მაგრამ ალბათ უფრო სიამოვნებას და ჩემი პორტრეტია, როგორც მიდგომა რა, უფრო ფიგურული კომპოზიციები იყო, რასაც ხედავთ. პორტრეტები, რა თქმა უნდა, უფრო პორტრეტისტი. მიუხედავად იმისა, რომ როცინი 20 წელზე მეტი ახატავს, საკუთარი სახელოსნო დღემდე არ აქვს და იმედოვნებს, რომ ეს სურვილი აუცილებლად იქცევა რეალობად და ექნება სახელოსნო, სადაც არაერთი შედევრის შექმნას შეძლებს. ისტორია ალბათ ყველა ნახატს აქვს, ყველა დათარიღებულ ეტაპს რაღაცა, მაგრამ გამორჩეულია ალბათ ყველა თავისი დროისთვის. ჩემთვის რომ გამოვყო ერთი ნახატი და დავდო და ეს არის ჩემთვის ყველაზე მაგარი ნამუშევარი, მეთქი ვერ ვიტყვი. მოდი ეს ხალხმა გადაწყვიტოს, თუ რომელიმე აღმოჩნდა ძალიან გამახარებს მასა და საქართველოს და მთლიანი პლანეტა. მიყვარს ეს სიტყვა რა, პლანეტა. ბოლო დროს ხალხის მხრიდან მის მიმართ გამოხატული სითბო როცინისთვის ერთგვარ სტიმულად იქცა. მისი თქმით, მხოლოდ ხატვა როდია ნიჭიერება. ყველაზე დიდი ნიჭი ადამიანების მხრიდან გამოხატული სითბო და ყურადღებაა.